სახელმწიფო მამისა და დადის და სულთეწმინისა. განსაკუთრებულ დღე არის, აგერ განან ბავშვები, ძები უკავიათ და ნათქვამია რა უფალმა შეახსენა ფარისევლებს და მწიგნობრებს, რომ არ ამოგიკითხავთ ოწერილშიო, რომ პირითად შვილთა მწოვართათა დაამტკიცე ქება. ეს დღემდე გრძელდება. იმიტომ რომ ბავშვები გარკვეულ ასაკამდე სანამ გაუმრავლდებათ პირადი ცოდვები, ახლოს არიან უფალთან. ამიტომ უფრო ადვილად ირწმუნებენ და კიდევ ხედავენ ხოლმე მოძრაობას ანგელოსთან. ჩემი ძახით ის ანგელოზები არა, ანგელოზები არ არიან. გაიზრდებიან გამნახდა ანგელოზები ციხნებიან, მაგრამ ხედავენ ანგელოზებს, ახლოს არიან ანგელოზებთან და ესეთ გავიხსენებ, რომ ერთხელ მამა სერაფიმ საროველთან ერთი მანდილოსენი მოვიდა და თან პატარა ბავშვი ყავდა, ეს ალბათ 4-5 წლის იქნებოდა და კელიაში ესაუბრება რაღაცა ის პრობლემებზე და ეს ბავშვი დარბის კელიაში გაგორდება, გამოგორდება, კისკისებს იცინეს, დედას ვაჩვენე, კოჩურდიშვილი და ამსეფუნთხა. ამასო ანგელოზები ეთამაშებიანო, შენ მე მელაპარაკეო და ანერ მაგას თავი. ასე რომ გარკვეულ ასაკამდე ესე არის. მაგრამ აი დიდებს აუყოთ. უფალმა თქვა, რომ ესე ვითართ არ სასופველი ცათა ჩვილ ბავშვებზე. თუ ემსგავსებით მათ, თუ არ ემსგავსებით, როგორ ჩვილი ბავშვები არ იქნებით, ვერ შეხვალთო სასופველში. იგი აი ეს სიახლოვე ზეცასთან ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ და თუ კი მათ ნაკლებად აქვს თავის პირადი ცოდვები, მაშინ ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ნაკლებად გქონდეს ჩვენ პირადი ცოდვები. ამიტომ არის სინანულის აღსარების საიდუმლო დადგენილი ეკლესიაში. მაგრამ მოდი დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ. საოცარ რაღაცას გეუბნება სახარება. ხოლო იესო უწინარეს 6 დღისა ვნებისამის მოვიდა ბეთანიად. ნებაში აქ იგულისხმება ძველი აღთქმის პასექის დღესასწაული და აი 6 დღით ადრე. ჩვენ ვიცით კარგად, რომ წინა წელში რამდენიმე შრე არის. და არის პირდაპირ გაგებით ისტორიული მოვლენები, რაც ხო და არის სიმბოლური მნიშვნელობა, იმიტომ რომ უფალი განაგებს. ღვთის სიტყვა ეს უფალი ყველა სამართლიანებს აერთიანებს და 6 დღე ქმნიდა ღმერთის სამყაროს. მერე დღეს განისვენა და მერე დღეს მოვა განსაჯელათო. 6 დღით ადრე, ანუ სამყაროს შექმნამდე უფალმა განაგო ცოდვილის ხსნა. და ეხლა ეს სრულდება. დადგა ჟამი და მოვიდა უფალი ამ ქვეყანაზე. და გახსოვთ კანაში გალილეის კანაში, როცა დედა უფლისა ეუბნება მას ამ ქორწილზე, რომ ღვინო არა აქვს და შენ იცი როგორ უშველო და მან უთხრა, რომ არ არის ჯერ ჟამი ჩემი მოსულიო. ანუ სასწაულ მოქმედების ზალის გამოვლინების ჟამი არ არის, ამიტომ ფარულად აშუებს ამას, რომ ვერანვერ გებულობს საიდან გაჩნდა ღვინო. წყალი ჩაასხეს და ღვინო ამოიღეს. როგორ მოხდა ვერანვერ მიხვდა, მაგრამ უფალ ჟამი არ არის მოსულიო. ჟამი განდიდებისა გოლგოთაზე და გამოხსნის მისის დასრულებისა ჯვარცმისა და აღდგომისა. ჟამი არ არის მოსული. და ამიტომ უფალმა წინარეს 6 დღისა განაგო ეს ჟამი, მაგრამ როდის დადგებოდა ეს ჟამი, კაცობრიობამ არ იცოდა. ისე როგორც ჩვენ არ ვიცით და უფალმა არ გითხრა ჟამი მისი მეოდ მოსვლისა. ნიშნები მოგცა, მაგრამ კალენდარული თარიღი არ გითხრა. იმიტომ რომ იცის ჩვენი სულმოკლეობა და ვიტყვით, ეხლა 3500-800 წელს ოი მანამდე მოვარსებ, რას მოვარსებ, ხვალ შეიძლება გავიხდე ამ ქვეყნიდან და ვეღარაფერზე ვერ მოვარსებ. ამიტომ მუდამ ელოდეთ
ნახეთ როგორი სიბნეა ღვთისა. მუდამ მოლოდინში იყავითო. არ იცით თუ ჟამიო, ხვალ მოვა. თუ 100 წლის შემდეგ, თუ 1000 წლის შემდეგ, თუ ამიტომ ადამიანს მოდის ეს ჟამი, როდესაც ის გადის სამშობლიდან. მისი სამჟავრო უკვე იწყება. წინასწარი სამჟავრო არის თავის სოდერის პასუხობს აგებს, ხო? ჩვენ ვიცით რომ გადის საზვერიერს და მე-40 დღეს კერძო განსჯა ხდება მისი განჩინება. ესე იგი, აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს, რომ ის გვაუწყებს რომ უფალმა ჩვენი ხსნა განაგო სამყაროს შექმნამდე. ეს რო არა, მაშინ რისთვის გაშექმნია სამყაროს? რო ის ირბინონ იქ ლომება, ვეფხებმა, ცხენებმა, დროხებმა იმათვის შექმნა სამყარო? და თუ ჩვენთვის ვინ თავის ხატად შექმნა, მაშინ უფალმა ისიც იცის რომ ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ უფალი მეტია ჩვენ უძლურებელზე სისუსტეზე და ამიტომ განაგო ჩვენი ხსნა. დაეცემი, მაგრამ მე აღგადგენ. ჩემი ხატება ჩემთან იქნება. აი, საპირისპირო სამყაროს ქმნის ღმერთი, რომ ეს საპირისპირო შეიერთოს, გაიმთლიანოს. ეს არის უდიდესი სიყვარული ღვთისა ქმნილებისადმი. ეს არის მისი შემოქმედების გვირგვინი და მწერვალი, რომელშიც განცხადა მის სიყვარული ქმნილების მიმართ, ადამიანის მიმართ. და აი ასრულებს უფალი ამას, მაგრამ ცხადია, ხალხი ამას ვერ ხდება. ეხლა ჩვენ უკვე რომ გავიდა დრო და ვაანალიზებთ, კითხულობთ, ვადარებთ, ვამოწმებთ, მივდივართ ამ დაშნამდე, მაგრამ გვესმის კია. ასე თქვათ, ლოგიკური აზრობით გავიგეთ, მაგრამ რწმენით ვარ თუ არა, ვემზადებით თუ არა დღისათვის და ნათქვამია რომ აი ამ დროს იქ ჯერ ბეთანიაში მოემზადა სერი. მივიდა მართას და მარიამის სახლში. რომ ლაზარე ძმა იყო მათი. ესე იგი, უშინ ჩვენ დღესასწაულთ ლაზარის აღდგინებას. ეხლა ხედავთ რომ დიდებ შესვლამდე იერუსალიმში ერთი დღით ადრე უკვე ლაზარი აღდგენილია და გავიდა დრო და უფალი იქ მასთან არის იქ აი ამ სერზე, სერობის სუფრა იშლება. უკვე ხალხი გავრცელდა ხმა, რომ 4 დღის გარი აღადგინა და ხალხი მოვიდა ლაზარეს ანახავათო. კი, მაცხოვრის თავისთავად და ლაზარეც ენახათ, რომ ნამდვილად ლაზარი აღადგინა. ნამდვილად ეს ლაზარი არის, რამე ხო არ გვეშლება, ხო? ხო არ გავს ვიღაცა და ეხლა აქ არა, იქ დებიტრიალებენ და რა უხარია, თუ ძმა არ აღდგა, მაშინ ისინი უნდა გლოვობდნენ, ალბათ ისინი ზეიმობენ. იქ ცხადია რომ ამით გაცხადა რომ ნამდვილად ლაზარი აღდგენილია და აი აქ მართა ისევე მსახურება და მარიამა მოიტანა ძვირფარსინელ საცხებელი და სხო მაცხოვარს. ახლა იუდა ისკარიოტელმა აი ბუნება ამ პარტავნებისა და თვითდაჯერებულობისა ადამიანს თავისთავად გონია რომ ის არის საზომი ჭეშმარიტებისა. და ღვთის ჭეშმარიტება ვერ ეტევა მის თავში და ამიტომ რახან ვერ ეტევა, ამიტომ არ არის სწორი. დღეს უხვად არის ესეთი თეოლოგები, დიპლომები აქვს თეოლოგის. და თეოლოგისა რა აცხიათ ვერ გაიგებ. და აი იუდა ალბათ თავისთავად თეოლოგად თulis ისიც. ეხლა რას ამბობს? რომ აი ეს ძვირფარსი რაზე დავხარჯეთო? გაგვეყიდაო და დაგვერიგებინა გლახაკებისთვისო და დიდი პარასკევის და შაბათის საკითხებში არის მიმართვა. გლახაკების ზრუნავდი და მოძღვარი გაყიდეო. და უფალის ეუბნება ხა პირდაპირ ესე არ ამხელს რომ გლახაკები მუდამ თქვენთან არიანო.
მე ხო არ გართმევთ გახევს ხვალ ზეგ მაზეგ წლები გავა თქვენ ხელშია და მე მუდამ არ ვიქნები თქვენთან ნახე მე კი ახლა თქვენთანა ვარ იუდა შენთანაც ვარ მაგრამ მუდამ არ ვიქნები იგი აი ეს ორმაგი გაგება ერთ იუდას ეუბნება რომ მუდამ არ ვიქნები და მეორედ რომ ნამდვილად ადგება ჟამი მისი ჯვარცისა სიკვდილისა და იტყვიან რომ მათთან არ არის და მოვლენ ნესაცხებლის ცხებისთვის მაცხოვრთან საფლავზე დედები და ეს რომ მოამზადაო ჩემი დაფლისათვისო ეს აი საოცარია ჩემი დაფლისათვის მოამზადა და გაიხსენეთ პარასკევს საღამოს ჩამოხსნეს და ჯერ კიდევ პარასკევს რატო იჩქარეს ჩამოხსნა მაცხოვრზე გვერდან რომ შაბათი მოდიოდა შაბათს მუშაობა არ შეიძლებოდა და უნდა ჩამოეხსნა სასწრაფო პარასკევს საღამოს და იოსებ არიმათეელმა მოიტანა დიდი რაოდენობით ნესაცხებელი ის აქ სუდარი დაასვლა და შეახვიეს დედები მოდიან გამთენიისას ერთ შაბათისა ანუ შაბათს ვერ იყიდნენ გამთენიისას ჯერ კიდე ადრეა საიდან აქვს ნესაცხებელი აი ეს ნესაცხებელი რაც დარჩა ფეხებზე სხოდა დარჩა ნაწილი დედებმა შეინახეს და ქონდა და უფალმოდ ჩემი დაფლისათვის მოამზადესო ესო მეც დასაფლავად მომამზადესო წინასწარ მცხესო შედათ აი აქ რაღაცა წინასწარ უწყებაც არის და რაღაც მომავლისა და რაც მომზადება მომავლისათვის არის აი საოცრად არის მოხსოვილი ეს სიტყვა აი ამ დღეს და საოცრად ეუბნება უფალი რომ სადაც კი სახარება იქადაგება ყველგან ითქმება თუ რაც გააკეთა ამ დედაკაცმა ან მარიამმა და რა გააკეთა ნუ მადლობა შეწირა რომ დრეთით ძმა აღუდგინა და ჩვენ სულიერ სიკვდილს უფალმა რომ აგვადგინა ჩვენ რას წირავთ უფალს ისევ ჩვენ ცოდვებს ისევ განკითხვას ამპარტავნებას შურს ღვარს დრტვინვას და უდანარჩენ კიდე რაღაც ჩამოვთვლი კიდე რამდენია იქ 200 300 500 ცოდვა არსებობს კიდე და აი უფალი მოყავს მაგალითად მარიამს მიბაძეთ სტუმრად მოვიდა სახლში სუფრის გარშემო კი არ ზუნავდა უფლის სიტყვის მოსასმენად იჯდა ეხლაც ვერან ვერ მიხვდა მართა ისევ ზრუნავს რომ სტუმრები დააპუროს და მარიამმა მოიტანა ნესაცხებელი და სხო იგი მართაც უფალს ემსახურება და ხალხს მრევლს ემსახურება მაგრამ მიწერის საზრუნავით ემსახურება დროებით წარმავალი და ამან დასაფლავად მოუწოდა და სადაც იქადაგება სახარება იქ ითქმება ამის შესახებო ანუ ეს არის სათნო ღვთისათვის შესაწირავი და ნუ რატო თქვა მარტო ფეხებს დაასხავ ნესაცხებელი ეს რითაც დავდივართ ამ ქვეყანაზე ამ ქვეყნებში ცხოვრება და უფალი ამ ქვეყანას დადიოდა და ნესაცხებელი დაასხა რომ ჩვენც მადლით ღვთისად ვიდოდეთ ამ ქვეყანაზე და თავისი თმებით შეხოცაო თმა არის ერთ-ერთი სიმბოლო ვნებისა ამიტომაც თმის წნა აუცილებელია და დალაგება მოწესრიგება ვინც ამას ახერხებს ესე იგი მას შეუძლია თავის ცოდვების თქვათ დაწყობა დალაგება მიხედვა და არ მიუშვას თავის ნებაზე და დღეს მოდა შემოვიდა ეს აფრიალებენ თმებს და გონიათ რომ კარგია ეს ისე რომ თავშობილები არიან თვითონე თავის თავზე მოწმობენ ახლა იტყვიან მოდა ესეთი ხო აი კინოფილმებში და ლამაზად ჩანს ეს კი შეიძლება თმა სამკაულად აქვს მაგრამ სამკაულიც ზომიერად უნდა დაიკიდოს და კი რომ დაიხუნზოს და ის რომ მეთუნუქისტოს ემსგავსოს აი რამე ჩვენ შეგვიძლია წერილიდან ვისწავლოთ და შემდეგ უფალი მოდის უკვე
ბეთანიიდან იერუსალიმში. და ხალხი ხდება სადიდებელი გალობით. ოსანა მაღალთაშინა, ოსანა ძესა დავითისა, ურთხევლას მომავალი სახეთა უფლისათა. ანუ ხდებიან მას როგორც მესიას, როგორც მეფეს, როგორც გამარჯვებულს. ეს იყო ტრადიციაში შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ეს იყო იმ სიხარულის გამოხატულება ერისა, რომელიც მტერზე ძლეველი მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა გამარჯვებული და ერმაც მასთან ერთად გაიმარჯვა, შვება იგრძნო და ადიდებს თავის მეფეს. ანუ ჯერ ხსნა არ მოხდა, ჯერ წინ არის ჯვარი და გოლგოთა, წინ არის ჯერ აღდგომა და ხალხი უკვე როგორც მხსნელს ეგებება მას და უგებს ზოგი სამოს, ზოგი ამ წვანერ ტოებს. დანაკის კუდებით, ანუ პალმის ტოები, ჩვენთან ბზა არის. სამოსელს რატო უგებენ? რა არის სამოსელი? ჩვენი გარეგნული საქმეები, თუნდაც ჩვენ ხდებით, ხო? მოციქულებად ცოტა მოიყვანეს ის სახედარი, სამოსელი დააგესო და დაჯდა მათზე დაო. ანუ რაც ჰქონდათ, ის შეწირეს უფალს. გარეგნული საქმეები შინაგან უფალი ხედავს. შინაგან ჩვენ თვითონაც არ ვიცი ჩვენი შინაგანი რა გვაქვს ჩვენ. რაც გონია ხანდახან ის არ არის და რასაც ვერ ვამშებ შეიძლება ის არის. სათო ღვთისათვის. ჩვენ ვერ გავჟით ამას. ამას უფალი გავჟის. ამიტომ მოდით მაგრამ გარეგნული საქმეების უკან შინაგანის ხო დგას. რომ ის ხო თანხმობაშია. თუ ფარისევლობთ, გარეგნულად კარგები ჩანმართ, შიგნით კიდე ვაი, ჯობი არ ჩავიხედოთ. და აი აქაც მეუფეს უგებენ თავის სამოს, რომ ეგებებიან, რომ ჩვენ შენთანა ვართ, ჩვენ შენთანაც გავიმარჯვეთ, ჩვენ წირავთ, რომ ჩვენც აქ ვიღვაწეთ, ჩვენთვის ვილოცეთ, ვიშრომეთ, რაღაცა ისე. ჩვენი ოჯახებიდან შვილები წავიდნენ საბრძოლის ველზე და შენთან ერთად იბრძოდნენ იქ. ანუ მრავალმნიშვნელოვანია წერილი. აი ეს სწორხაზოვნა ჩვენ ვერ გავიგებთ. ან თუ გავიგებთ, მაშინ დაგვაკლდება ჩვენ სრული ცოდნა წერილისა. თუმცა სრულს ვერ გავიგებთ. იმდენი სიღრმეა ამ წერილში. აი უფალი მოდის და ხედავს ამ მოზეიმე იერუსალემს და ტირის. და უფალმა იცის, რომ ეს ხალხი რომ თეხლა იძახის ოსანა, რამდენიმე დღის შემდეგ იყვირებს ჯვარსაცვი ეგე ჯვარსაცვი. აი ეს არის სოფლის წარმავალობა, დღეს არსია ხვალისია და უფალი ტირის რომ იერუსალემ, იერუსალემ, ამდენჯერ მინდოდა მე შენი გადარჩენა, ცხონება, გიგზავნიდი შენ წინას არ მეტყველებს და ზოგი ჩაქოლე, ზოგი მოკალი, ზოგი შეურაცხავა. არ მიიღე ისინიო. იერუსალიმი ღვთის ქალაქი არის. ამიტომ მას სიმბოლური მნიშვნელობა კიდე. ღვთის ქალაქი, სადაც ღვთის ერი ცხოვრობს, სადაც ტაძარია უფალთან ურთიერთობის. ამიტომ იერუსალიმი ეს სახია ეკლესიისა. და უფალი ეუბნება, რომ დამიტოვებე სახლი შენი ოხრად იერუსალემი. 20 საუკუნე ტაძარი აღარ ამდგარა. მაგრამ სხვა ტაძარი ააგო უფალმა, ახალი ტაძარი. სხვა გადასცა თავის ვენახი მოსავლელად, იმ ძველ ვენახეებს ჩამოართვა, ვინც მისი გამოგზავნილები ჩაქოლა და შეურაცხყა და ძე მისი მოკლა და გადასცა სხვას. ამიტომ ტაძარი როგორ არ არის იქ გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ იერუსალიმში, მაგრამ უფალი კიდევ წინ ხედავს ბოლო ჟამს ეს იერუსალიმის, ახალი იერუსალიმი რა დღეში იქნება. აქაც იქნება განდგომა, აქაც იქნება დევნა მართალთა. და 20 საუკუნეში ვნახეთ ჩვენ, როგორ ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფის სიწმინდეებს, ხოცავდნენ
მორწმუნე ადამიანებს და ვერ მონაზნებს ასახლებდნენ სადაც უძიმეს პირობებში. ეს ხო წინასახე იყო იმ სოფლიო დევნისა, რომელიც მზადდება. მაგრამ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ამ დღეს და ვიხსენებთ, რომ როგორც მაშინ უფალო შენ მოხვედი იერუსალიმში, ასე შენ მოხვალ ახალ იერუსალიმში, შენ მოხვალ უკანასკნელ ჟამს და ჩვენ ველოდებით შენ მოსვლას. ჩვენ შენი მოლოდინით, შენი მოსვლის მოლოდინით ძლევთ ამ სოფელს. ჩვენ გვწამსობ შენ სამართალს დამყარებ მარადიულს. ამიტომ მივეგებებით მას ამ წვანე ტოებით და კი არ ვაგებთ მიგვაქვს სახში. მთელი წელი ჩვენ გვახსოვს სახატესთან უფალი მოვა და უფალი ჩვენთანაა. ჩვენთან არის ღმერთი.